დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 2 ივნისია, სამშაბათი, ეთერში ერთსულუნების დილა სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ, რაც შეეხება ჩვენს გადაცემას ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 2 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ზაბულონს და სოსანას, წმინდა ნინოს მშობლებს, წმინდა მოწამეებს თალალეს, ალექსანდრეს და ასტერის, წმინდა მოწამე ასკალონის. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. წმინდანთა მფარველობა არ მოკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ ვინ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. საქართველოში დაცული სიწმინდეებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვიერთდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალოვიძე. 5 ივნისს ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით კონკურს ფესტივალი ქუჯი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება პოეტი, ფესტივალის თანადამფუძნებელი ქალბატონი ნანა კვაშილავა და უფრო მეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ყოველი ამის შესახებ. კინოსახლში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი სიმღერისა და მუსიკალური ვიდეორგოლის წარდგინება გაიმართება. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა გადაცემის მსვლელობისას კი ვნახავთ სიუჟეტს. 13 და 15 მაისს რუმინეთში საქართველოს საელჩოს და რუმინეთის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ბუქარესტში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბასა ჯანიკაშვილის წიგნის საქართველოს შვილი და ელახეთის მამა წმინდა ანთიმოს ივერიელის წარდგინება რუმინეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ბიბლიოთეკაში. მოეწყო ასევე შეხვედრები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. უფრო მეც უკვე სტუმრებისგან შევიტყობთ. გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შაულტაშვილი და პროფესორი ქალბატონი მანანა ანასაშვილი. ასეთი გახლავთ დღევანდელი გადაცემა, დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამინდის პროგნოზი. ერთად შევიტყოთ როგორი ამინდი გველის დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად აგიბრუნდებით.
დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალოვიძე. საქართველოში დაცული სიწმინდეებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ დღეს. დილამშვიდობის მამა გიორგი დაგლოცეთ. დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცო და გაგახარო თქვენ და სრულიად საქართველო. საგამუშაოდ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ. მამა გიორგი, მანამდე მოგილოცოთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღე, გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ნინოებას აღნიშნავდა. დღეს მისი მშობლების ხსენების დღე არის და გვინდოდა ორივე სიტყვით რომ მათ შესახებ ვისაუბროთ, თუ ვინ იყვნენ და როგორი იყო მათი ცხოვრება და მოღვაწეობა. დიახ, უპირველეს ყოვლისა მეც შევუერთები თქვენს მილოცვას. გუშინდელი დღე ძალიან დიდი დღე გახლდათ. ასევე იყო გუშინ სამებობა მოგეხსენებათ, სულთმენობის მეორე დღე ყოვლადწმინდა სამების ხსენების დღეა და ამავდროულად არ არის შემთხვევითი რომ ამ დღეს სწორედ წელს დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე. წმინდა ნინო გახლავთ უაღრესად მოგეხსენება თქვენ დიდი მოღვაწე, რომელმაც განასრულა საქართველოში მოციქულთა ქადაგებლობითი ღვაწლი და სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგად საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩვენ ქრისტიანობამ არა მარტო ჩვენ ზოგადად სრულიად სოფლიოს მისცა მაცხოვნებელი და გადამჩენელი რწმენა და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას ასევე მისცა ის რითიცაც ჩვენ ზოგადად ქართველები გვქვია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი ლიტერატურა, ზოგადად თვითმყოფადობა ჩვენი სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა და მისი მშობლები, წმინდა მშობლები რა თქმა უნდა მშობელნი ამ უდიდეს მოღვაწესა იყვნენ ასევე უაღრესად წმინდა ადამიანები და არიან წმინდა ადამიანები ზაბულონი და სუსანა. ზაბულონი მხედართმთავარი გახლდათ, ის დიოკლეტიანეს თამსახურობდა, სხვათაშორის ის გახლავთ თანამედროვე წმინდა გიორგისა და ჩვენ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში გვაქვს გარკვეული მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი წმინდა ნინოს, ანუ ზაბულონი წმინდა ნინოს ნათესავი იყო. არის ასეთი ცნობა, რომ წმინდა ნინო იყო ბიძაშვილი, ასე ვთქვათ, წმინდა გიორგისა. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ქართველებმა წმინდა გიორგის შესახებ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული წმინდანია, სწორედ წმინდა ნინოსგან შეიტყვეს. და აი პირველი ტაძარი, რომელიც ბოდბეში აგებული წმინდა ნინოს თაოსნობით, სწორედ მოგეხსენებათ თქვენ წმინდა გიორგის სახელობისა. ეს არის პირველი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ზაბულონი და სუსანა, როგორც ჩვენ ხვდებით შესაბამის წყაროებში, მოხსევა ქართლისაი წმინდა ნინოს ცხოვრება, რამდენიმე რედაქციით გვაქვს შემორჩენილი. ზაბულონი და სუსანა, როდესაც წმინდა ნინო 12 წლის არის, ისინი გადაწყვეტენ სამონაზნო ცხოვრებას მისცენ თავი. ზაბულონი გაემართება მარტოყოფობისკენ მონასტერში, ხოლო სუსანა რჩება იერუსალიმში და იტვირთავს გლახაკთა მოვლის ღვაწლს და წმინდა ნინო, რომელიც 12 წლის არის, გამოემართება საქართველოსკენ და შემოდის სწორედ ჯავახეთის მთից ჩვენს ქვეყანაში. დიახ, უნდა ვისაუბროთ სიწმინდეების შესახებ, რომელიც ჩვენთან არის დავანებული, მათი მნიშვნელობის შესახებ, ეკლესია მონასტრების შესახებ და არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ ვინაიდან წმინდა ნინოზე ვსაუბრობთ ფოკის მონასტერს. დიახ. აი ფაქტობრივად ჩვენი საუბრის გაგრძელება არის ეს, რომ სწორედ წმინდა ნინო საქართველოში ჯავახეთის მთიდან შემოდის, სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს ფოკის დედათა მონასტერია, ასე ვთქვით, დაფუძნებული და დაარსებული. ესეც უნდა ითქვას, რომ ამ მონასტრის შესახებ ჩვენ ორი, ვთქვათ, ტიპის ისტორიული ცნობა გვაქვს. ერთი ეს არის გარდამოცემა, რომლის მიხედვითაც აქ სწორედ როდესაც წმინდა ნინო შემოდის ჯავახეთის მთებით, მას განეცხადება ჭაბუკი, რომელიც გრაგნილს აძლევს მას და უშვებს მცხეთისკენ და შემდგომ მოემართება მცხეთისკენ და მეორე რაც უშუალოდ წყაროშია დაცული, აქ წერილობით წყაროს გულისხმობ, აქ ხდება გამოცხადება და უბრალოდ წმინდა ნინო ლოცვით მიმართავს ღმერთს და უფალი მას უჩვენებს გზას და სხვათაშორის ეს არის ის გზა, რომელიც შემდგომ ტრადიციაში დამკვიდრდა და მომლოცველები გადიან ფოკადან მცხეთამდე. მინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, წმინდა ნინომ სწორედ ეს გზა განლო და ჩამოვიდა მცხეთაში. აი
ძალიან ძნელი წარმოსადგენია დღეს რომ 12 წლის ბავშვი ფაქტობრივად რომ როგორ აღიჭურვა ის ერთი მხრივ თავისი წმინდა ცხოვრებით და რის შედეგადაც მან მიიღო სწორედ საღვთო მადლმოსილება რომ ამ ფაქტობრივად ბავშვმა შეძლო რომ აბსოლუტურად მისთვის უცხო ქვეყანაში თუმცა მეორე მხრივ ესე ჩანს წმინდანინოს ცხოვრებიდან რომ მან იცის რომ მოემართება იქ სადაც ქრისტეს კვართი მყოფობს და ამას ხშირად უსვამს ის ხალხს და მეორე მხრივ ასევე მან იცის რომ აქ მოციქულებს აქ ნახადაგები ანუ წმინდანი ვაშემოსულა ასე ვთქვათ გაუკვალავ ვთქვათ წარმართულ ქვეყანაში აქ უკვე იყო პირველი ქრისტიანული თემები თუმცა რა თქმა უნდა მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ წარმართულ სარწმუნოებაზე იყო და წმინდანინომ სწორედ ვაზის ჯვრით ხელში და ესეც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომ ვაზის ჯვარი რომლითაც წმინდანინო შემობრძანდა დღეს ის ინახება სიონის საკათედრო ტაძარში და სწორედ გუშინდელ დღეს ის გამობრძანებული იყო და მორწმუნე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება რომ მიახლებოდა ამ უდიდეს სიწმინდეს და ამ ჯვრით ხელში ის ამ ჯვრთან დაკავშირებითაც ორი წყარო გვაქვს ერთი ის რომ ღვთისმშობელმა მისცა მას ეს ჯვარი და მეორე რომ მან ეს ჯვარი თავად შექმნა და შეკრა თავისი თმით ნაზის ნასყულთაგან და აი მის მოღვაწეობის შედეგად ფოკიდან დაიწყო და გუშინ მოგეხსენებათ და ჩვენ საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ ჩვენი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ახალი პატრიარქი შიო მესამე სწორედ იმყოფებოდა მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად ფოკაში და მან იქ აღავლინდა თავის პატრიარქობაში პირველი პარაკლისი და ესეც ნიშანდობლივია თავის თვალსაჩინო და შეიძლება ითქვას რომ ქრისტეს შემოსვლა ჩვენში სწორედ განსრულება უბრალოდ იმ ქადაგებლობითი ღვაწლისა და ჩვენ ეს და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ყოველთვის პირველ საუკუნეშივე მოციქულებმა იქადაგეს ჩვენთან და ამ ღვაწლის განსრულება სწორედ ფოკიდან დაიწყო. მამა გიორგი, გადავიდეთ ჩვენს სასაუბრო ძირითად თემაზე, რომელიც სიწმინდეებს ეხება. და უკაცრავად ბოდიში აქ ვიტყვი, იქ არის მე-11 საუკუნის ტაძარი, შემდგომში გვიან პერიოდში აშენებული საინტერესო ფრესკული ფრაგმენტებით და დღეს იქ არის და ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. კეთილი. მამა გიორგი, ვისაუბროთ თუ რას ნიშნავს სიწმინდე თავად, რა მნიშვნელობა აქვს და საბედნიეროდ მსოფლიო მასშტაბით არაერთი სიწმინდე არის დავანებული სხვადასხვა ეკლესია მონასტერში ხომ და საქართველოში მით უფრო ყველაზე აღმატებული უფლის კვართი და კიდევ სხვა სიწმინდები და სხვა წმინდანთა ნაწილები ხომ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად სიწმინდის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. დიახ, უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ ზოგადად რა არის სიწმინდე ან უკეთ ვინ არის ეს სიწმინდე და რა თქმა უნდა უზენაესი სიწმინდე თავად ღმერთია და ყოველი თქვათ შემდგომში ნივთება მისგან იღებს განწმენდილობას და თუ კი ნივთება ითქმის სიწმინდედ ითქმის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლითა და წყალობით აი ჩვენ ესაიას ნასწრაფმოწყალობაში გვაქვს ქერუბიმთა საგალობელი წმიდა საბაოთ უფალი შემდგომ უკვე ახალ აღთქმაში წმიდა ღმერთო წმიდა ძლიერო წმიდა უკდაო შეგვიწყალენ ჩვენ და ნუ ეს უკავშირდება მე-5 საუკუნეში ბიზანტიაში განსაცდელს და რომლის თქვათ გამოხსნის გზა ღმერთმა მათ მისცა სწორედ ამ საგალობლით, როცა ერთ-ერთმა ყრმამ ეს მოისმინა და შემდგომ ეს დამკვიდრდა უკვე ლიტურგიულ ტრადიციაში და როგორც ვინ არის წმინდა, როგორც უკვე აღნიშნეთ ნებისმიერი წმინდა ადამიანი ხდება და არა მარტო ადამიანი ზოგადად ნივთება ხდება საღვთო სიწმინდით წმინდა. აი მაგალითად საინტერესო გახლავთ ის რომ წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ გარდამოცემ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ამბობს რომ ბუნებითი ღმერთი ერთია, მაგრამ წმინდა ადამიანები, რომელნიც წმინდად ცხოვრობენ, ისინი მათ წმინდა დამასკელი მოძღვარი უწოდებს მადლით ღმერთებს, ანუ საღვთო მადლით განღრთობილებს. ვინ არის წმინდა? აი კარგად არის ფსალმოში ჩამოყალიბებული, რომ ვინც საღვიდებს თასაუფლისას და უბრალო ხელითა და წმინდა იგულით. რა თქმა უნდა, თასაუფლისასაში იგულისხმება საღვთო სათნოებები, რომლის მოღვაწეო, რომლის მომხვეჭელობის შედეგად ადამიანი განიწმინდება და განწმენდილ გულში, ესე იგი ივანებს ღმერთი. ყველა დიდი სიწმინდე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ევქარისტია, ანუ ქრისტე, რომელსაც ჩვენ მივიახლებით
პური დაღვინო, რომელიც საღვთო ლიტურგიაზე სულიწმინდის მოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად. ამაზე დიდი სიწმინდე სამყაროში არ არსებობს. იმიტომ რომ ეს არის თავად ქრისტე. და როგორც ავუჩნდით, არაერთი სიწმინდე არის ჩვენს ქვეყანაში ხო დაბრძანებული, დავანებული და სწორედ ამ მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ერისთვის. დიახ, მართლაც ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია ამ უაღრესად დიდი მნიშვნელობისა და ძალიან ბევრი სიწმინდით. მაგალითად, უნდა ითქვას ის, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ თქვენს ვთქვათ, სიტყვაში დასაწყისში, რომ ქრისტეს კვართი არის ჩვენი ყველაზე დიდი სიწმინდე. ამაზე დიდი სიწმინდე ეს არის თავად მაცხოვრის მყოფობა მცხეთაში და ისტორიულ წყაროებში სწორედ ამის გამო მცხეთას ხშირად მეორე იერუსალიმი ეწოდება და მე მეცას გეტყვი თქვენ ის ადგილი, სადაც მაცხოვრი დაკრძალეს, მოგეხსენებათ იერუსალიმში, სადაც დღეს ცეცხლი გარდამოდის, იქ უფლის სხეული მყოფობდა მხოლოდ 3 დღის განმავლობაში. ხოლო მცხეთა არის სავანე, სადაც ქრისტეს კვართი მყოფობს, ვიდრე მის მეორე მოსვლამდე. ამ კუთხით შეიძლება აღმატებულიც კი იყოს, თქვათ, მცხეთის მნიშვნელობა, თქვათ, იერუსალიმთან, თუმცა რა თქმა უნდა, ამით რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაკნინებთ არავითარ შემთხვევაში იერუსალიმს პირიქით. თუმცა ჩვენ ესეც საინტერესო რომ ქრისტეს კვართამდეც გვაქვს აქ, მაგალითად თქვენ საზოგადოებას კარგად მოიხსენება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის შესახებ, რომელიც აქ ებრაელებმა ჩამოიტანეს ჯერ კიდევ, როდესაც მათი დევნის შედეგად ვიცი ჩვენ ძველი აღთქმის ისტორიიდან ნაბუქოდონოსორის შემოსევების შედეგად ებრაელები სხვადასხვა სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ და ერთ-ერთი სავანე, სადაც ისინი დამკვიდრდნენ, გახლავთ მცხეთა და შესაძლოა ესეც უნდა ითქვას, რომ ეს თქვენ იცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდის პერიოდში, ბოლო ეპოქაში ისრაელიერი განუდგა ღმერთს და დარჩა ძალიან მცირე ნაწილი, რომელმაც ძველი აღთქმის მსახურება, ჭეშმარიტი მსახურება შეინარჩუნა. და ეს ნაწილი სწორედ მცხეთაში მოდის. სწორედ ამიტომ ხდება, რომ მათი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ძველი აღთქმის ჭეშმარიტი მსახურება მცხეთაში გრძელდება მათ მიერ. და სწორედ ამიტომ მათ ჩამოაქვთ ძველი აღთქმის ყველა აღმატებული სიწმინდე ელია წინასწარმეტყველის ხალენი. ხალენი მოგეხსენებათ მოსასხამს ნიშნავს, რომლის შემდგომაც ასე თქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, შთამომავალია ომოფორის ეპისკოპოსი უკვე ახალ აღთქმაში და ხალენი ომოფორი მოგეხსენება ზოგადად ნიშნავს სამღვდელმთავრო უფლებას და მღვდელმთავრობას გარკვეულ ეპარქიაზე. ანუ ეს ხალენის შემობრძანება მცხეთაში ნიშნავდა, რომ სამღვდელო მოქმედება ძველი აღთქმის და ჭეშმარიტი მოქმედება მცხეთაში გაგრძელდა ხალენით და ეს ხალენი დაეგრძალა სწორედ იქ, სადაც მოგეხსენება დღეს ასევე დაკრძალულია ქრისტეს კვართი. ერთი მხრივ ხალენით და მეორე მხრივ ქრისტეს კვართით ორი აღთქმა სწორედ მცხეთაში ხდება ერთმანეთს. ძველი აღთქმა ხალენის სახით ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც სხვათა შორის ისიც თქვენ რომ ასევე ახალ აღთქმას უკავშირდება, იმიტომ რომ ის არ მომკვდარა და არის წინასწარმეტყველება, რომ ის მეორე მოსვლას კვლავ დაბრუნდება, ანუ ის თავისი მნიშვნელობით ახალ აღთქმას უკავშირდება, სწორედ ამიტომ განეცხადა სწორედ ელია ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო თაბორზე მაცხოვარს ფერისვალებისას და მეორე მხრივ ქრისტეს კვართი, რომელიც ეს კვართი თქვენ იცით იყო და არის განურღვეველი კვართია და ჩვენ გვაქვს კვიბრიანე კართაგენელის ბრწყინვალე განმარტება ამ კვართის შესახებ, სადაც ის ბრძანებს, რომ განურღვევლობა კვართისა ნიშნავს განურღვევლობას ეკლესიისა. ანუ ახალი აღთქმის ეკლესიის სახეა, თუ კი ხალენი ეს გახლავთ ძველი აღთქმის ეკლესიის სახე, ქრისტეს კვართი გახლავთ სახე ახალი აღთქმის ეკლესიისა. და თქვენ იცით, რომ ძველი აღთქმა დასრულდა და ახალი აღთქმა დაიწყო და აი ეხლა ჩვენ სულთმფრინავი დღეს ასწავლეთ, სწორედ არა, 2 დღის კვირა დღეს. და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სულიწმინდის მოფენით დაფუძნდა ახალი აღთქმის გამომხსნელობითი ეკლესია. და თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ეს დღესასწაული 50-მე დღეს მოხდა აღდგომიდან და ამით ის დაემთხვა, ასე ვთქვათ, ერგასობას, ანუ ეს ერგასობა ეს იყო ძველი აღთქმის დაფუძნების დღესასწაული 50-ობა. გარდა ამ სიწმინდეებისა, ჩვენ ასევე ძალიან ძალიან რატო ვთქვათ, სურს ამის შესახებ საუბარი, იმიტომ რომ მხოლოდ ის, რომ ქრისტეს კვართია, თქვათ, იქ ესა მარტო ნივთება არ არის.
ყველაზე მთავარი ის არის რა მნიშვნელობა აქვს და რა დატვირთვა აქვს ნებისმიერ სიწმინდეს. იგივე ელიას ხალხს რომელზეც ვისაუბრეთ, ქრისტეს კვართს რომელზეც რა თქმა უნდა შეიძლება ვისაუბროთ და ძალიან ბევრი ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბრო. რატომ მაინცსა და მაინც ქართლში მოხდა და სხვათა შორის ეს კვართი სწორედ იმ ცხეთელმა ებრაელების შთამომავლებმა შემოიტანეს აქ ელიო ცხეთელმა და ლონგინოს კარსლებმა, რომელიც იმათი შთამომავლები იყვნენ თავის ძოზე რომ ხალენი მოიტანეს და კი ბატონო. ასევე ჩვენ გვაქვს ღვთისმშობლის კვართიც, არა ზუგდიდის მუზეუმში დაბრძანებული ყოვლადწმინდა დედისა. ესეც საერთოდ ცხადია უაღრესად დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და რა ვიცი სამსჭვალი გვაქვს ჩვენ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სიწმინდის მტვირთველი და მფლობელია ჩვენ ქვეყანაში. და როგორც მამა გიორგი ეს მხოლოდ ნივთები არ არის თავისთავად და განსაკუთრებული მოწიწება, მორიდება და მიახლება ჭირდება შესაბამისად და აღქმა და გააზრება იმისა თუ რა სიწმინდეები არის ჩვენთან დავანებული და როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან. ჩვენ საზღვარგარეთაც არაერთხელ ვთქვათ შეიძლება ყოფილვართ იმისათვის რომ ამა თუ იმ სიწმინდეს მივახლებოდით ხომ საქართველოშიც მათ შორის ძალიან საინტერესო არის თვითონ როგორი უნდა იყოს კი ვახსენეთ მოწიწება, მორიდება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი მიახლების სახით არ უნდა იყოს და რაღაც გარკვეული სურვილის შესრულების სათხოვნელი, ასე ვთქვათ, რაც ხშირად ხდება ხოლმე, ხომ? როგორი არის სწორი დამოკიდებულება სიწმინდეების მიმართ, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ეს, იმიტომ რომ სიწმინდისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს მართებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სიწმინდე დამსჯელი გახდეს ადამიანის. აი ჩვენ ვახსენეთ ყველა დიდი სიწმინდეთა შორის თავად ქრისტეს სისხლი და ხორცი. აი კარგად მოგეხსენება ჩვენი ტელემაყურებელს რომ ჩვენ ზიარების ნალოცვებში გვევედრებით უფალსო არ გახდეს დამსჯელი ეს სიწმინდე ჩვენთვის არამედ გახდეს და შეიქმნას საკურნებელი სულისა და ხორცისა. რატომ? თავისუფალია თავად სიწმინდე დამსჯელი არ არის. დამსჯელი ადამიანის უღირსება, არასწორი დამოკიდებულება სიწმინდის მიმართ. და ეს ვთქვათ კონტექსტი განირწვა აბსოლუტურად ყველა სიწმინდის მიმართ, რომელსაც ჩვენ მივიახლებით. აქ მეორე ასპექტი ის გახლავთ, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ამ სიწმინდეს ამ პარტავნებით მოიხსენიებენ და ამბობენ ჩვენ შეიძლება გაგვიგია მათ შორის ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რომ ვთქვათ რახან ჩვენ მაგალითად ღვთისმშობლის წიგნთომელნი ვართ, რახან ჩვენთან მაცხოვრის კვართია, ესე იგი ჩვენ ამით უნდა ვიამაყოთ და ვთქვათ ამის გამო მხოლოდ ესე გადარჩება საქართველოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ სასწაულობთ ღმერთს რომ საქართველოს გადარჩება, მაგრამ ეს დამოკიდებულება რა თქმა უნდა პატივია თავისთავად ცხადია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა. ნებისმიერი სიწმინდე რომელიც ჩვენ გვაქვს, ან არის უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ჩვენი და სიწმინდისადმი არასწორად მიახლების მაგალითად ყველაზე საუკეთესო მაგალითი არის ძველ აღთქმაში, როდესაც მეფეთას წიგნები როცა იწყება, იქ არის ისტორია, როდესაც ელის ვაჟებმა ვოფნი და ფინეზიმ გადაწყვიტეს, რომ ფილისტიმელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეტანათ აღთქმის კიდობანი. ისე რომ ღმერთს არ კითხეს, ან უპად და მათ ჰქონდათ იმედი, რომ ამ აღთქმის კიდობნის ვთქვათ ღვაწლით ისინი გაიმარჯვებდნენ და მოხდა პირიქით. ისინი დამარცხდნენ ღვთის დაშვებით და ეს აღთქმის კიდობანი ყველა დიდი სიწმინდე ძველი აღთქმისა საერთოდ გაიტაცეს ფილისტიმელებმა. მე კი დაბრუნდა ის პატივით იერუსალიმში, მაგრამ რას ნიშნავს ეს, რომ არასწორმა ამ პარტავნებითმა და ასე ვთქვათ გულზვაობითმა დამოკიდებულებამ ეს სიწმინდე დამსჯელი გახადა მათთვის. წინვალე მაგალითია, როცა სოლომონი აკურთხებს თავის ტაძარს, სოლომონის ტაძარი ეს გახლავთ მოგეხსენებათ პირველი ტაძარი ზოგადად მსოფლიოში. ის ამბობს ღმერთს ეუბნება, რომ უпроსოდ ღმერთი ეუბნება მას ეცხადება, რომ თუ კი შენ და შენი შთამომავლობა მე თაყვანს წემს, მე ამ ტაძარს გავხდი სადიდებლად ჩემდა, მაგრამ თუ კი შენ და შენი შთამომავლობა გამიდგება, მე დავანგრევ ამ ტაძარს და სასაცილოდ გავხდით თქვენ და თქვენ შთამომავლობას, ისე რომ აი ესე წერია წალსახად, რომ ისე რომ ვინმე რომელიც შეხედავს ამ დანგრეულ ტაძარს დაგსინებს და იტყვის ასეთი რა დააშავა ამ ხალხმა, ღმერთმა ეს არ გუნა მათ. ეს ყველაფერი
გასულ წელს აია სოფიაში გახდით კონსტანტინოპოლში და როცა ვუყურებდი აი ამ უდიდეს ნიშნულობის ტაძარს, სადაც წმინდა იოანე ოქროპირი წირავდა და უდიდესი ჩვენი წმინდა მამები აი ეს შეგრძნება მქონდა პირადად სწორედ რომ და დღეს მეჩეთია იქ მოიხსენება და არ აღესრულება სამწუხაროდ მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და აი ამ ეს ყველაფერი კრებსითად ერთ რამეზე მეტყველებს რომ სიწმინდეთადმი იგივე ტაძრისადმი რომელიც ასევე ღვთისმსახლად თითქმის დამოკიდებულება უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გულშემოსრული ვინაიდან ამ სიწმინდეებისგან ადამიანმა უნდა მიიღოს მადლი და მადლის მიღება ხდება როდესაც შესაბამისი გამზადებულობა აქვს პიროვნებას თქვათ აქ არ არის იმაზე საუბარი რომ თქვათ ზიარების შემთხვევაში ხშირად ამბობენ რომ ვინ არის ღირსი ზიარების თავის თოცხალია არც არავინ არ არის მაგრამ სწორედ ჩვენი უღირსობისთვის ხდება წმინდა ზიარების მიღება ჩვენს მიერ. ასე რომ აი კრებსითაც რომ შევაჯამოთ თქვა ჩვენ დღევანდელი ნათქვამი უნდა ითქვას ცალსახად და რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა არის უაღრესად ბევრი სიწმინდის ფლობელი ღვთისგანგებით, მაგრამ ეს სიწმინდეები ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში დაგვეხმარებიან თუ კი ქართულ საზოგადოებას ექნება თამდაბლობითი მიმართება და არა ამბარტავნებითი ამ ყოველივეს მიმართ და პრინციპში ეს ასეც იყო უმეტეს შემთხვევაში, იმიტომ რომ აგერ უკვე ქრისტეს შობიდგან 2000 წელია გასული და ჩვენი პატარა ქვეყანა აი ამ მუზარმაზარ იმპერიელთა ჭიდილში ჯერ კიდევ არსებობს და ეს ნამდვილად ცოცხალი სასწაულია, რომელიც არის დამსახურება განკაცებული ღვთისა, რომლის კვართით ჩვენთან არის დავანებული და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და რა თქმა უნდა ამავდროულად ჩვენი უაღრესად დიდი და გმირი წინაპრებისა, რომელნიც გულწრფელად ემსახურებოდნენ და ემსახურებიან დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი ასეთი ემსახურებიან დღესაც ღმერთსა და სამშობლოს. ემსახურებიან ღვთისწყალობით და ღვთისმადლით. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და განმარტებებისთვის. თქვენ შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვალოდეთ. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე
უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამ თავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთ უმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად 5 ივნის ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით კონკურს ფესტივალი ქუჯი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ პოეტი ფესტივალის თანადამფუძნებელი ქალბატონი ნანა კვაშილავა და ბატონი ბესი გვასავა დილამშვიდობის ფესტივალის თანადამფუძნებელი. მადლობთ რომ მოგზავნით და გვეწვიეთ. ქალბატონი ნანა თავდაპირველად თქვენთან გადმოვალთ შეკითხვით თავად ამ კონკურს ფესტივალის იდეის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა არის მისი მთავარი მიზანი, მისი დანიშნულება და მცირე ექსკურსი მისი ჩამოყალიბებისა და შექმნის შესახებ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მიულოცო უდიდესი დღესასწაულის სულთმოფენობა, რომელიც კვირასთვის ზეიმეთ გუშინ მინოობა იყო. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი დღესასწაულებია და მინდა ჩემს ხალხს, ჩემს საქართველოს უსურვო მშვიდობა, ერთობა, სიხარული, კეთილდღეობა და რაც შეეხება კონკურს ფესტივალ ქუჯის, მოგახსენებთ რომ ჩვენი ფესტივალი რეგიონიდან იწყებს სათავეს ჩამოყალიბდა მარტვილის რაიონში, ისტორიულ მარტვილში და უკვე გახდა საერთაშორისო. მერვე წელია რაც ვატარებთ ამ ფესტივალს, წელს პირველად როგორც ამ საერთაშორისო სტატუსით.
ეს არა მხოლოდ ჩვენი ფესტივალის წინ გადადგმული ნაბიჯია, არამედ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული კულტურის განვითარების მხრივ და რა თქმა უნდა ამ ფესტივალს, რომელიც რეგიონიდან მოდის, ასეთი მხარდაჭერა საზოგადოების და სიყვარული და თანადგომა რომ არ ქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთ განვითარებას ვერ პოვებდა. ჩვენ გვაქვს ძალიან სწორად შერჩეული იდეა, გვაქვს მიზნები, რომელსაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ. 4 ვართ თანადამფუძნებლები და 2 აგერ თქვენთან სტუდიაში კიდევ არის ილია ერქვანია, ვინც ვის გონებაშიც პირველად ჩაისახა ეს ქუჯის ფესტივალის იდეა, არის ქალბატონი დალი ჯორბენაძე და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ რომ ვაკეთოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. რაც შეეხება წლევანდელ ჩვენს ფესტივალს, რადგანაც საერთაშორისო ვართ, წელს ჩვენთან სტუმრად ჩამობრძანდებიან ლატვიიდან მწერალთა დელეგაცია გვესტუმრება და ერთკვირიანი პროგრამა გვაქვს ძალიან დატვირთული. სხვადასხვა ქალაქს მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. თბილისში მოხდება დაჯილდოების ცერემონია და ამაზე ბატონი ბესო მოგახსენებთ. ასევე მცხეთაში უკვე გამარჯვებული წიგნების წარდგენა მოხდება. მე გადავინაცლებთ დასავლეთ საქართველოში და ზუგდიდში გვაქვს ძალიან დიდი ღონისძიება ჩანიშნული. ზუსტად გამსახურდია საპრეზიდენტო ცენტრში, რომელიც ახლახან გაიხსნა და ძალიან არაჩვეულებრივი სივრცეა ათასნაირი ღონისძიებისთვის და ჩვენ იქ ვატარებთ ვინაიდან თარგმნეთ ლატვიური ავტორების პოეზია ქართულად, გამოვეცით წიგნი ქარვისფერი ნაპირი ბატონი რაულ ჩილაჩავას რედაქტორობით. სწორედ ამ წიგნის წარდგენა მოხდება ზუგდიდში 8 ივნის 5 საათზე. ხოლო ფესტივალის დახურვა მოხდება ბატონი რაულ ჩილაჩავას 100 წიგნის მუზეუმში. ძველ აბასთუმანში ახლოს არის ზუგდიდთან და იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ იქ გვეყოლებიან ზოგადად თემა აფხაზეთის თემას ჩვენ არასოდეს არ ვუვლით გვერდს, მაგრამ ამ ფესტივალის ფარგლებშიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ თემაზე მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენი აი ქუჯის იდეა ზოგადად არის ერთიანობის იდეა. და ამიტომაც თვითონ ქუჯი როგორც ისტორიული პიროვნება, როგორც სიმბოლო საქართველოს ერთიანობის, აი ჩვენც აი ამ ერთიანობის იდეას ვახორციელებთ თაობებს შორის თუნდაც ის რომ ჩვენს ფესტივალში ჩართულები არიან როგორც ახალგაზრდები, რომელთა წარმოჩენაშიც ამ კონკურსის მეშვეობით ძალიან ესეთ საინტერესო მუშაობას ვატარებთ, ასევე ღვაწლმოსილ ადამიანებს მივაგებთ ღირსეულ პატივს და ასე რაღაცნაირად ეს თაობათა შორის კავშირი შენარჩუნებული გვაქვს, ასევე ისტორიულ ფესვებთან კავშირი შენარჩუნებული გვაქვს და მოკლედ ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი ასევე მთლიანობის თემა, აფხაზეთის დაბრუნების თემა, ესეც ამაზეც მუშაობთ, ამ კუთხითაც მუშაობთ და ენგურის ხითანაც გვექნება შესაბამისი ღონისძიება, ესეთ რომ რაღაცნაირად ყველას გავაგებინოთ კიდევ ერთხელ რომ აფხაზეთი საქართველოა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონი ბესიკ, ვისაუბროთ კონკურსის შესახებ, როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, წელს საერთაშორისო არის. ამას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიეცა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად მსგავსი ფესტივალები, კონკურსები და ცნობადობის გაზრდა, ასე ვთქვათ, ხომ ქვეყნის გარეთ. როგორი არის თანმიმდევრობა ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი როგორც ვიცით და დავიწყოთ საუბარი ამ ღონისძიებების შესახებ და მე უკვე მივყვეთ დაჯილდოებას ჟიურის წევრებს და ასე შემდეგ როგორ გაიმართა. როგორც იცით, გამოცხადებული იყო კონკურსი ქუჯი 2026 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 4 ნომინაციებში წიგნების შემოტანა კომპეტენტურმა შვიდკაციანმა ჟიურმა იმუშავა დაახლოებით 9.5 და გამოავლინა გამარჯვებულები, რომელიც უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი. ნომინაცია 4 ნომინაცია გვაქვს ამ ეტაპისთვის, ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი და მხოლოდ ამ ნომინაციაში შემოვიდა 124-ზე მეტი განაცხადი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია სპეციალურად ამ პროექტისთვის 124 ახალი ლექსის დაწერა მშვენიერია და გვეყოლება 3 გამარჯვებული, პირველი პრემია, მეორე პრემია და მესამე პრემია. გვაქვს ასევე წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო პოეტური კრებული და წლის საუკეთესო დებიუტი, რომელიც გულისხმობს როგორც პროზას, ასევე პოეზიას. აქ უკვე თითო გამარჯვებულები
იქნებიან და დასახელდებიან 5 ივნისს. რაც შეეხება ჟიურის, ეს ადამიანების 7 კაციანი შემადგენლობა აბსოლუტურად უანგაროდ მუშაობს და მე მინდა მათ თქვენი ეთერის საშუალებით მადლობა გადაუხადო. წელს თავმჯდომარე გახლდათ ბატონი ელგუჯა მარღია, ცნობილი რობაისტი, პოეტი, პუბლიცისტი. ასევე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცირა ბარბაქაძე, ნინო ვახანია, ირმა ბერიძე, გენრი დოლიძე, ცოტნე ავსაჯანიშვილი და გივი ჩიღვინაძე. როგორც მოგახსენეთ, ეს არის კონკურსის შემადგენელი ნაწილი და ცალკე გვაქვს კონკურსი და ცალკე გვაქვს ქუჯის ფარგლებში დაწესებული პრემიები, რომელიც გაიცემა ღვაწლმოსილ იუბილარ ხელოვანებზე და მწერლებზე. ესეთი ერთ-ერთი პრემია არის ქუჯი ერთიანი საქართველოსთვის, სადაც წარდგენილები არიან. მე ვიტყოდი, რომ ლეგენდარული მურმან ჯინორია, მხატვრული კითხვის ოსტატი და ცნობილი მსახიობი, ასევე სახალხო მხატვარი 90 წლის რადიშ თორდია და 94 წლის მსახიობი ლეო ანთაძე. გვაქვს ასევე გიორგი ჭონდელის პრემია, საიუბილეო წელი აქვს ყველასათვის საყვარელ პოეტს ტარიელ ხარხელაურს და მას გადაეცემა ეს პრემია, ხოლო ჩვენ ვატარებთ ზოგადად ყოველ შემოდგომაზე ერთი მეგრულენოვანი ლექსის კონკურსს. ეს ხდება რეგიონში. ავადმყოფობიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზვიად გამსახურდიას პრემიას, რომელსაც გავცემთ, გიგი ხორნაული დაჯილდოვდება 90 წლის უსინათლო პოეტი, სწორედ ეროვნულ სასახლეში 5 ივნისს. ასევე გვაქვს პროგრამა, რომელიც ძალიან საინტერესოა, არის მუსიკალური ნომრები, არის მონოსპექტაკლი და მიდრებს მონაწილეობას. თავიდან ღონისძიება დაიწყება მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლით, წაიკითხავს ილია ჭავჭავაძისა და გალაქტიონის ლექსებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს ბახტრიონს წაიკითხავს ლეო ანთაძე და ასევე არაჩვეულებრივად კითხულობს საქართველოს ლამაზო ანა კალანდაძის და მუსიკალური ნომრებიც იქნება წარმოდგენილი ამ საღამოს. მე ჩავამატებ, ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი არის გენი, ხელმძღვანელი გახლავთ ზურაბ ბარბაქაძე და მიიღებენ ბავშვებიც იქნებიან ჩართულები, ხელმძღვანელიც ცალკე შეგვისრულებს ქართულ სიმღერას და ასევე რეზო ჯორბენაძე, რომელიც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება გახლავთ, მწერალიც გერმანიაში ერთ-ერთი კლინიკის კარდიოლოგიური კლინიკის უფროსი, ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი თანამდებობას, ხელმძღვანელი დია და ასევე არის პიანისტი და ის შეასრულებს ჩვენთვის როიალზე ძალიან საინტერესო კომპოზიციას. ქავთან 8 წლის განმავლობაში ტარდება ეს კონკურსი, ხოლმე ფესტივალი და წელს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ საერთაშორისო გახდა, ნამდვილად მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამ 8 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა, რამდენად არის დაინტერესება თვითონ საზოგადოების მხრიდან და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ გარდა იმისა, რომ საერთაშორისო გახდა, კიდევ რა შეიძლება რომ ჩავთვალოთ მიღწევათ ამ კონკურსის? ესე იგი, პირველ რიგში ის, რომ იდეამ გაამართლა. ჩვენ მართლა გვჭირდება ერთიანობა და გამთლიანება, როგორც სულიერად, ისე ტერიტორიულად, ასე ვთქვათ, აფხაზეთს გულისხმობ და სამაჩაბლოს, ანუ ყველანაირად ეს თემა, ტკივნეული თემა ძალიან ახლოა ყველა ქართველისთვის და ამიტომ ვინაიდან ჩვენ ამ იდეას თანმიმდევრულად ვახორციელებთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ აი ჩვენი ღონისძიებები, ხომ, აი მართლა სიყვარულზე, მართლა უანგარობაზე, თუნდაც იმ ჟიურის შეფასებებში, რომ ობიექტური არის და არავის ეჭვი არ ეპარება, აი ამან ყველაფერმა ხელი შეუწყო ამ პროექტის, ასე ვთქვათ, პოპულარობას. და გარდა ამისა, ჩვენც ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ რაღაცა იმაში შევედით აზარტში და რაღაცნაირად უკვე არა მხოლოდ ერთ ფესტივალს ვატარებთ ჩვენ წლის განმავლობაში, არამედ ვატარებთ მეგრული პოეზიის ფესტივალს, ვატარებთ მოსწავლე ახალგაზრდობისთვის კონკურსს, რომელსაც ეწოდება ახალი სამყარო, უკვე წელს მესამე ჩავატარებთ, უკვე გვაქვს გარკვეული გამოცდილება ამ ყველაფრის ჩატარების. ასევე ვატარებთ სალონურ შეხვედრებს და სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებ პოეტებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი გაიცნონ.
იმის გარდა უკვე საერთაშორისო ელემენტი რომ გაჩნდა უკვე გვიწევს საზღვარგარეთ გასვლა და იქ უკვე ჩვენი კულტურის და პოეზიის და ლიტერატურის იქ გატანა და ესე ვთქვათ პოპულარიზაცია ჩვენ თვითონაც გახდით სტუმრად ლატვიაში და ძალიან ესეთი ამაღლებული შთაბეჭდილებებით დაუბრუნდით ღირსეული მასპინძლობა გაგვიწიეს ნამდვილად ამიტომ წელს ჩვენს ძალიან მოვინდომეთ რომ ესე იგი ჩვენი სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და რაც შეიძლება მეტი ნახონ ჩვენი ლამაზი ქვეყანა მეტი გაიგონ ჩვენი სიხარულის გაიგონ, ჩვენი ტკივილიც გაიგონ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. მომავალში კი გეგმავთ საბერძნეთში, უბრალოდ ამ თემაზე ახლა ვმუშაობთ, რომ აი იქ რაღაცნაირად მოვახერხოთ და იქაც გავაბათ ჩვენი ესეთი ლიტერატურული კავშირები, იქაც დავამყაროთ. დიახ. კიდევ რომ აღნიშნოთ თუ სად გაიმართება, როდის შედგება და ასევე საინტერესო იქნება ალბათ ჩვენი მოყურებლისთვის თუ არის საშუალება დასწრების, ვთქვათ. ქებადიჟებით ყველას დასწრება თავისუფალია 5 ივნის პარასკევს 7-ის ნახევარზე დაიწყება ღონისძიება რუსთაველის 6 ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში ეს არის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ჩვენი დევიზი ქუჯის დევიზი თავისი ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე გახლავთ ქუჯი გვაერთიანებს მე ვისურვებდი რომ საქართველოს ჯერ სულიერად გამთლიანებული იყოს და მერე ფიზიკურად ტერიტორიებით დაგვებრუნებინოს. ამ ყველაფერს ემსახურება ლოკალურად, მაგრამ ღირსეულად მე ვფიქრობ კონკურს ფესტივალი ქუჯი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, თქვენს ფესტივალის მონაწილეებსაც და კიდევ არაერთხელ გვექნება საშუალება დარწმუნებული ვარ ამ ფესტივალისა და კონკურსის წარმატებების შესახებ და სიახლეების შესახებ ვისაუბროთ. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი, ფესტივალის თანამდამფუძნებელი ხამტონი ნანაკევლიშვილი და ამავე ფესტივალის თანამდამფუძნებელი ბატონი ბესი გვაზავა. ახლა უნდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი კინოსახლში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი სიმღერისა და მუსიკალური ვიდეორგულის წარდგინება გაიმართა საღამოს ჩვენ გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და ახლა ერთად ვნახოთ სიუჟეტი. პატრიარქის ხსოვნას, ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელიც ერის სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესადმი, უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეიქმნა. ახალი მუსიკალური ნაწარმოები კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ პოეტ ჯუბა ღებელის ლექსის მიხედვით შექმნა და მას ვირტუოზი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი ასრულებს. ახალ სიმღერასთან ერთად შეიქმნა ვიდეორგოლი, რომლის წარდგინებას საქართველოს კინოსახლის დარბაზმა უმასპინძლა. ვიდეოკლიპის ავტორი რეჟისორი ლევან ქაშიბაძეა. მაყურებლის ოვაციიდან და ემოციიდან ჩანს, რომ სიმღერა შედგა და ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სიმღერა იმდენად ღვთაებრივ თემას ეძღვნება და იმდენად ზეციურს მართლაც დღეს უკვე ზეცაში გადანაცვლებული ჩვენს დიდ პატრიარქს, რომ როგორ შეიძლება დღეს მე არ ვიყო ამაღლებულ და ბედნიერ განწყობაზე. სიმღერის შთაგონება გახდა ჩემი მეგობრის ტექსტი. ჯუბა ღებელის ტექსტი, რომელიც ვნახე სოციალურ ქსელში იმ პერიოდში კარგად მოგეხსენებათ, რომ უამრავი ლექსი დაიწერა, უამრავი მიძღვნა დაიწერა უწმინდესისადმი. და რო ჩაუყევი სტრიქონებს ერთი ფრაზა, რომელმაც მართლა ინსპირაცია მომცა, ეს იყო ფრაზა "ო პატრიარქო, უფალი გელის, დამთავრდა მიწა, დაიწყო ზეცა". აი სწორედ ამ ფრაზამ განაპირობა ამ სიმღერის შექმნა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ესეც შემთხვევით არაფერი არ ხდება. იმ პერიოდში მე შემოქმედებითი კონტაქტი მქონდა ლეგენდარულ მუსიკოსთან, სოფლიო მნიშვნელობის შემოქმედთან, ბატონ თემურ ყვითელაშვილთან. და ვთხოვე რომ მოესმინა ძალიან მოკრძალებით და
ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ბატონმა თემურმა თანხმობა გამომიცხადა და მეცაც გეტყვით. მითხრა, რომ სიამოვნებით შევასრულებ სიმღერასაც, ვოკალსაც, რა თქმა უნდა, მე გავაკეთებ და ჩავწერ კიდეც გიტარასო. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო და ფიქრობ, რომ რაღაცა ეს შემოქმედებითი ტანდემი ძალიან მეგობრული და შემოქმედებითი შედგა. პატრიარქის გარდაცვალებამ შეძრა არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ სრულიად მსოფლიო და უამრავი ლექსი დაეწერა პატრიარქზე. მე ბუნებრივია, არც კი მიფიქრია ალზე ბევრი რამოდენიმე ლექსი მაქვს ცოცხალი პატრიარქისადმი მიძღვნილი და არც მიფიქრია, იმიტომ რომ ვერც გავბედავდი, არც ვიცოდი როგორ უნდა დამეწერა და რა იყო ის შესაბამისობა, რომ აი ამ დიდი ტკივილის შესაბამისი ყოფილიყოს და უცნაურად თავისი დაიბადა ეს ლექსი. ჩვენ ხო ლექსებს არ ვწერთ, ლექსები როგორც იციანებობს თვითონ წერენ და დაეწერა ეს ლექსი, რომელიც ასე თუ ისე შავთვალე მიზანშეწყვინა თუ გავამექვეყნებინა და შემდეგ აიტაცეს და ქალბატონმა მანანა იმედაძემ დაწერა მასზე მუსიკა. საკმაოდ ბევრი მუშაობა დაგჭირდა და მიხარო დღეს ტარდება ამ კლიპის პრეზენტაცია. იმედია რომ მიიღებს ამას მსმენელი, მაყურებელი და იმედია რომ ეს იქნება სწორედ ის და ისეთი, როგორც ეკუთვნოდა და შესაბამებდა პატრიარქის ხსოვნას. მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო, თან ისეთ თემას ეხება, რომ მოკლედ გასაგებია პატრიარქს ეძღვნება და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს და კონცეფცია კლიპის რაც შეეხება რაღაცა სულ მახსოვდა პატრიარქის სიტყვები, რომ მას ესეთი რაღაც აქვს ნათქვამი, რომ ჩემი პატრიარქობის პერიოდი არის მზიანი ღამე. კლიპშიც ესეთი ფაქტურა ავიღე, რომ ერთი შუქი ურტყავს ბატონ თემურს და ეს რაღაცა მეტაფორაა და დანარჩენს მაყურებელი შეაფასებს. საღამოზე შეკრებილებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპოქა, მისი ღვაწლი და მასთან ურთიერთობა უდიდესი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური არის მისი უწმინდესობა ილია მეორის განსაკუთრებული ურთიერთობების ებრაელ თემთან, ქართველ ებრაელებთან განსაკუთრებით და ის განსაკუთრებული გულწრფელი სიყვარული, რომელიც ორმხრივი სიყვარული იყო მისი უწმინდესობის მიმართ და მისი უწმინდესობის მხრიდან. თემურ ყვითელაშვილი მისი უწმინდესობის ბოლო წუთებამდე სამართყოფოში სანთელივით იდგა გაუნձრევლად. დიდი ხანი ეს დიდი სიყვარულის და დიდი პატივისცემის მთლიანად ქართველი ერის და მისი უწმინდესობის მიმართ გამოხატულება გახდა და ახლა მან ის თავისი ის შინაგანი ყველაფერი გადმოიტანა მუსიკაში და არა პირველად. მაგრამ ეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც თემურ ყვითელაშვილი უწმინდესო უძღვნის სამთავის კომპოზიციას. გენიალური არის სოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, რომელსაც ქართული ებრაული სული მოსდევს და ის სიყვარულის სული, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის და რომელსაც მაჯისცემას აუცილებლად აკონტროლებდა და აძლევდა მისი უწმინდესობა ილია მეორე. ამ შესანიშნავმა შემოქმედებითმა სამეულმა ქალბატონი მანანა იმედაძის საოცარმა მუსიკამ თემურ ყვითელაშვილის ამ უნიჭიერესი ხელოვანის საოცარმა შესრულებამ და მშვენიერმა ლექსმა ჯუბაღებელისა საზოგადოებას აჩუქა მართლაც შედევრი ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი. მართლაც საოცარი ღვთიური ჰანგების და აი დიდი ემოციის მოწმენი გახდა საზოგადოება, თითქოს ხელმეორედ ზეცაში მივიახლეთ ჩვენ პატრიარქს მთელი ქართული საზოგადოება. დიდი მადლობა ამ შემოქმედებით კოლექტივის ამისთვის. როგორც ავტორებმა აღნიშნეს, ახალი სიმღერის მიზანია მუსიკალური სახით შემოინახონ ის განსაკუთრებული სულიერი კავშირი და ერთიანობა, რაც კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და ხალხს შორის არსებობდა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად 13-15 მაისს რუმინეთში საქართველოს საელჩოს და რუმინეთის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ბუქარესტში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბასა ჯანიკაშვილის წიგნი საქართველოს შვილი და ვლახეთის მამა წმინდა ანთიმოზ ივერიელის წარდგინება რუმინეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ბიბლიოთეკაში. მოეწყო ასევე შეხვედრები და დაიგეგმა საომავლო თანამშრომლობა, უფრო მეც კი რა თქმა
უნდა ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვიერთდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შაულტაშვილი და პროფესორი ქალბატონი მანნა ანასაშვილი. დილამშვიდობის მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონი მანნა, თავდაპირველად საუბარი მინდა თქვენით დავიწყოთ. ზოგადად ამ იდეის შესახებ ვისაუბროთ, როგორ ჩამოყალიბდა, როგორ პოვა შემდგომ მან განვითარება და მე უკვე დაწვრილებით გავშალოთ ეს საკითხი. მოგახსენებთ დიდი სიამოვნებით, ესე იგი თავიდან როდესაც ვიმყოფებოდი ახალციხეში გადაღებებზე რეზო ჩხეიძესთან ერთად დონკიხოტის გადაღებებზე იქ ერთმა მოხუცებულმა კაცმა მითხრა იცითო თქვენო რომ ჩემი სოფლელიო უდედანო იყო რუმინეთის სრულად რუმინეთის კათოლიკოს პატრიარქიო მე ვფიქრე კაცი 90 წლამდე კაცი იყო და ხომ არ გეშლებათ თქო მე ვთქვარ ქართველი იყო თქო დიახ ქართველი იყო და აქო ანდრია ერქვა და იქ ანტიმოზივერიელიო და აი მაშინ უცებ გავაცნობე რომ ეს ანტიმოზივერიელი როგორ არა გამიგია ვახტანგ მეექვსეს სტამბა გაამართინა და ვეფხისტყაოსანი დააბეჭდინა და აი ამის მერე დაიწყო ჩემი ძალიან დიდი ინტერესი მაგრამ რაღაცა ისე სხვა ამბების გამო ვერ მოხერხდა ამ ინტერესის დაკმაყოფილება და ცნობებიც ბევრი ჩვენ არ ქონდა იმიტომ რომ გეტყვით ახლა როდესაც 1992 წელს წმინდა ანტიმოზივერიელი უბრალოდ ანტიმოზივერიელი წმინდანად აღიარეს რუმინეთში და მერე უკვე ჩვენი ეკლესიაც შეუერთდა მის წმინდანად აღიარებას აი მაშინ გადაიღეს ფილმი ანტიმოზივერიელზე მაგრამ რეალური კვლევები, მისი ნაშრომების თარგმანები ეს ყველაფერი იწყება 2015 წლიდან, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონ ანასტასია ზაქარიაძის ხელმძღვანელობით პროფესორის დაარსდა ამ კვლევების სპეციალური ჯგუფი, სპეციალური დეპარტამენტი და სწორედ მათ გადათარგმნეს უამრავი ნაშრომი, ჩაატარეს საერთაშორისო კონფერენციები რუმინელ კოლეგებთან ერთად და აი ნელ-ნელა დაიდო საქართველოში მის შესახებ ინფორმაციები. ამის მერე მოხდა ისე რომ რუმინეთში ვიყავით კრაიოვას ფესტივალზე მიწვეულები და იქ უჩვენებდით მოზარდის ოტელოს და ჩემი ფილმიც იყო რობერტ სტურუაზე და მაშინ ძალიან გვინდოდა თელ ქართულ დელეგაციას რომ გვენახა ის ფანტასტიკური ტაძარი რომელიც აგებულია თავად ანტიმოზივერიელის არქიტექტურული იმის პროექტის მიხედვით და კარები არის მისი ჩუქურთმები ეს ყველაფერი ვიცოდით მაგრამ არ მოხერხდა იქ მისულ და აი აქედან იწყება ჩემი ასე ვთქვათ წვალება რომ რა გავაკეთოთ რომ ახალგაზრდებმა გაიგონ ვინ იყო რომ მე როცა ჩემს სტუდენტებს ვეკითხები არც იციან ვინ იყო ან შეიძლება უბრალოდ გაუგიათ რომ აი ანტიმოზიველი და ვახტანგ მეექვსეს დააბეჭდინა ვეფხისტყაოსანი ამის მერე ეს იდეა რომ ვიფიქრე რომ იქნებ ერთობლივი რუმინულ-ქართული უნდა იყოს რუმინულ-ქართული და რა კი ახალგაზრდებისთვის მინდა რომ ძალიან იქნებ სტუდენტური სპექტაკლი პირველად იდეა გაუზიარე ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს ეს არის ჩვენი ელჩი რუმინეთში ის აქტუალებით შეხვდა აღმოჩნდა რომ მას უკვე ჩაუტარებია კონფერენცია სინოდის ბიბლიოთეკაში იქ ბუქარესტში ანტიმოზივერიელთან დაკავშირებით თქვა რომ მე ყველაფერში დაგეხმარებით და აი მე მივედი ჩემშობლიურ უნივერსიტეტში ბატონ გიორგისთან რომ მე თქვა რომ აი როგორ ფიქრობთ ხომ არ შეიძლება ეს და გიორგიმ ისე მიიღო ეს ყველაფერი და ისეთი ენთუზიაზმით დავიწყეთ ამაზე ამ პროექტის განხორციელება მადლობა გიორგის და გადაწყდა რომ ბასა ჯანიკაშვილი დაწერდა პიესას და მერე გავაგრძელებდით უკვე ამ პიესის ქონის შემდეგ ურთიერთობას რუმინეთთან, რუმინეთის თეატრალურ უნივერსიტეტთან და ეს წინა გვაქვს ხა ეს ყველაფერი და აი ამას მოყვა ასეთი ამბავი რომ დაიბეჭდა აი ეს წიგნი რომელშიც არის ბასა ჯანიკაშვილის პიესა მართლაც არაჩვეულებრივი პიესა ვლახეთის მამა და საქართველოს სულიერი შვილი და საქართველოს შვილი და ვლახეთის მამა უბრალოდ ასე ქვია წმინდა ანტიმოზივერიელი თარგმანი ვთხოვეთ ოთარ ფეიქრიშვილს ასე რომ ამ წიგნში არის ქართულად და რუმინულად ეს პიესა და წინ გვაქვს ამ პიესის დადგმა. ეხლა ამას მოყვა ის რომ ისევ და ისევ ქალბატონ თამარის ჩვენი ელჩის დამსახურებით და დიდი მადლობა მინდა მას მოუხადო აქედან ჩვენ შევძელით და ამ პიესის პრეზენტაცია მოხდა
ბუქარესტის სინოდის ბიბლიოთეკაში და ეს სინოდის ბიბლიოთეკა გახლავთ სწორედ ანთიმის ტაძარის ეზოში და ეს იყო ისეთი ემოციური ამბავი, რომ იქ რო ჩავედით, საუბრის დაწყების წინაც კი ამ ემოციებს ვერ მოვერიე და ასე დაიწყო ეს ყველაფერი და აი ახლა მე იქაურ უნივერსიტეტთან კიდე რა მოხდა და როგორ ამას ბატონი გიორგი ჩემზე უკეთ იტყვის და შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ. დიახ, კეთილი. ბატონ გიორგი, ვისაუბროთ ამ უნივერსიტეტის ზოგადად ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ, თუ რამდენ მნიშვნელოვანი არის და თავისთავად გავამახვილოთ ყურადღება ამ შეხვედრაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მანამდე სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს და იმ უწყებას და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის კულტურის სამინისტროს იმ უპრეცედენტო თანადგომისთვის, რომელიც აქვს კონკრეტულად თეატრის და კინოს უნივერსიტეტს და თუ დღეს ასე ვთქვათ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების თამასა ასეთ მაღალ ნიშნულზეა, ეს გასაკვირველია უშუალოდ კულტურის სამინისტროს და ქალბატონ თიკას დიდ ამსახურება. მე და ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მარიკა წერეთელს და მერწმუნებით, რომ უდიდესი ყურადღების ქვეშ ვიყავით და ეს არის ნებისმიერი საელჩოს ასე ვთქვათ წარმომადგენლის ვალდებულება, მაგრამ ამ ვალდებულების გარდა ეს იყო საოცრად დიდი ადამიანური თანადგომა და გასიგრძე განება იმ საკითხის მნიშვნელოვანების, რაზეც ვიყავით შეკრებილი. მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ უაღრესად დიდი ინტერესი გამოიწვია რუმინეთის თეატრის და კინოს ყარაჯალის კინოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. ჩვენ გვაქვს უკვე ერაზმუსის პროგრამით ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი სწავლობს იქ და გასვლით პროგრამებზე 2 წლის წინათ ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან და ჩვენთვის ისეთ მოულოდნელი იყო წარმოიდგინეთ 7-8 კაცი დელეგაცია დაგვადგა და მემორანდუმს ვაფროვეთ თქვენთან ის რომ არც გაუფრთხილები ვართ და ეწევდების ფესტივალზე მათი ეწევდი იყო და ჩამოაკითხეს და ბრწყინვალე ასე ვთქვათ შემადგენლობა იქ იმიტომ ძალიან მაღალ დონეზე აქვთ კინო ხელოვნების მიმართულება განსაკუთრებით და დამეთანხმება ქალბატონი მანინარო რექტორმა პირდაპირ თქვა რომ ჩვენ გვინდა გაცვლით პროექტები არა მხოლოდ სპექტაკლების დონეზე ჩვენ გვინდა ეს მასტერ კლასების ყველა მიმართულება გვაინტერესებს საქართველოსთან გაცვლები იქნება ეს სასცენო მოძრაობა იქნება ეს ვოკალი თუ ნებისმიერი სხვა რაც არაერთი საომავლო გეგმა ასე ვთქვათ დაიგეგმა და რაც განხორციელდება თავის კი და უკვე ეს გეგმები უკვე ასე ვთქვათ ხორციელდება მინდა გითხრათ რომ ჩვენ ერთად ვიყავით და უნივერსიტეტის ყველა ასე ვთქვათ მიმართულება ვნახეთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია რომ კინოს მიმართულებით არის ისეთი ასე ვთქვათ მაგისტრატურაზე განსაკუთრებით ისეთი სპეციალობები რომელიც ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მხარდაჭერა შეუძლიათ გაგვიწიონ მაგალითად ფილმების კინოფირების აღდგენა ჩვენთან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური მასალა და ფირები ზოგადად რაც დრო გადის ის ზიანდება და ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ რომ ამ თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში გავხდეთ ცენტრი რომელიც დაუშვათ და ძალიან მინდა რომ მომავალი წლისთვის უკვე ჩვენ ინგლისურენოვანი სამაგისტრო კურსები არის მაგალითად თანამედროვე სამყაროსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითად აი თამაშების დაუშვათ პროექტირება და ასე ვთქვათ ახალი ასე ვთქვათ როგორ გითხრათ შემოქმედებითი სივრცეების გეიმინგის და ასე შემდეგ აი მიმართულებებით რამოდენიმე და თავარი არის იცით რომ აი ეხლაც კანის ფესტივალის ოქროს პალმის ხტო აიღო რუმინელმა რეჟისორმა ძალიან კრეატიული ხალხია მინდა გითხრათ აი უაღრესად კრეატიული ესეც აი რაღაცა კულტურათა საჯო
ჯვარედინზე დაბადებული სამყაროა და ეს ჩანს იქაურ არქიტექტურაშიც და იქაურ ასე ვთქვათ შემოქმედებითი ადამიანები არიან და ეს ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს ჩვენ საოცრად ლაღი და საოცრად ღია ზედმეტი ასე ვთქვათ ამბიციების გარეშე და ვფიქრობ და ძალიან დიდი წარმატებები აქვს როგორც თეატრალური ხალხი ძალიან ბევრი არიცის რომ მაგალითად მე-20 საუკუნის ახალი მსოფლიო ახალი თეატრი რეალურად ეჟენ იონესკოს წარმოშობით რუმინელი ასე ვთქვათ დრამატურგის არის და შემდგომ დაუშვათ იგივე მატეი ვიშჩენკი რომელიც რუმინული ნობელის პრემიის ლაურეატია და ასევე ესე დრამატურგი ძალიან ძლიერია ეს მიმართულება და ამიტომ ჩვენთვის ვფიქრობ რომ ძალზე საგულისხმო უნდა იყოს სხვადასხვა ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება. დიახ, ცით რა არის საინტერესო თქვენ წეგან ახსენეთ ქავთ მან ძალიან დიდი ჩართულობა ასე ვთქვათ ელჩის მხრიდან ხომ ქავთ თამარის და როგორც ვიცით მისი დაჯილდოებაც მოხდა და შეიძლება რომ ეს ფაქტი არ აღნიშნოთ და არ ვისაუბროთ ეხლა ხანს ქალბატონ თამარს გადაეცა საზეიმო ვითარებაში გადაეცა რუმინეთის პატრიარქის მისი უწმინდესობის დანიელის სახელით ეპისკოპოსმა ვარლამმა მას გადასცა მარიამ ბრინკოვიანოს ჯვარი. აი ეს არის ისეთი ჯილდო, რომელიც ძალიან საპატიო ჯილდოა და როგორც მათ აღნიშნეს, ეს არის ქალბატონმა თამარმა დაიმსახურა ეს ჯილდო საქართველოსა და რუმინეთის საპატრიარქოებს შორის მეგობრობის განვითარებისთვის, განმტკიცებისთვის და ანთიმოზივერიელის ირგვლივ ანთიმოზივერიელზე აი ესეთი მნიშვნელოვანი აქტიური მოღვაწეობისთვის, რომ მისი სახელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, კიდევ უფრო ცნობადი გახდეს და იქ მართალი გითხრათ, იქ ცნობადობა არ აკლია ანთიმოზივერიელის სახელს და მაინც იგულისხმება, რომ საქართველოში და ამასი მართლაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ქალბატონ თამარს. მე მინდა აქედან მიულოცო მას ეს ჯილდო და ტელევიზიის წარმატებები უსურვო და ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი, რომ აი ასეთი ელჩი ყავს ჩვენ რუმინეთში და აქვე წეღან ვერ ვთქვი, კარგად ალბათ მინდა ხაზი გაუსვა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩვენ ქვეყანაში ყველამ იცოდეს ანთიმოზივერიელი. ვინ იყო ანთიმოზივერიელი? საოცარი ჯერ ვთქვათ, რომ ნიჭის მქონე ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა და იმ თავის ტაძარში, მისი სახელობის ტაძარში ჩვენ სადაც ვიყავით, არის კარები გაკეთებული, მისი ხელით არის მოჩუქურთმებული, ხეზე ამოჭრილი და იქ არის ქართული ორნამენტებით გაკეთებული. ტაძარი, როგორც გითხარით, არქიტექტურული პროექტი მისი იყო. შიგნით ტაძარში არის ყოველთა წმინდანთა ფრესკა, მისი დახატული. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ამავე დროს იყო კალიგრაფიის დიდოსტატი. მან გააკეთა სტამბა არაერთი რუმინეთში, ჯერ სნეგოვოს მონასტერში, მერე უკვე ბუქარესტში და ეს სტამბა ამ სტამბის საშუალებით მან დაბეჭდა 68 ეკლესიური წიგნი და აქედან 6 მისი დაწერილი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც პირველად შემოიღო რუმინეთში რუმინულ ენაზე წირვა-ლოცვა, მანამდე იყო ლათინურად. მან თავად თარგმნა ლათინურიდან რუმინულად საეკლესიო წიგნები, სახარებები და თავად ეს ლიტურგია ეხლაც იმ წესით სრულდება, რომელიც ანთიმოზივერიელმა იქ დააწესა. ფლობდა რამდენიმე ენას. ფლობდა 5 ენას, პოლიგლოტი იყო, დიახ და ახლა ამას კიდე ჩვენი ქვეყნისთვის რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ კაცს ნახეთ, როდესაც ვახტანგ მეფისგან შეტყობინება მიიღო, რომ ვახტანგ მეფეს უნდა სტამბის გამართვა, მან გამოაგზავნა თავისი მოწაფე, ვისაც იქ ასწავლა რუმინეთში, მიჰაი იშტვანოვიჩი, გამოატანა კლიშეები ქართული ასოების თავისი გაკეთებული და ასე შედგა საქართველოში ვახტანგ მეფის მიერ სტამბის დაარსება და პირველი მოგეხსენებათ გამოიცა სახარება ქართულად და პირველი ვეფხისტყაოსნის ბეჭდური გამოცემა. რომ არა ის პირველი გამოცემა, ჩვენ მქონდა ვეფხისტყაოსანი მხოლოდ ხელნაწერებში, სხვადასხვანაირი თანაც და
ну ყოველ შემთხვევაში იყო რაღაც შანსები რომ დაგვეკარგა ეს და აი ესეთი მოღვაწე იყო ეს ადამიანი და მე მაგას დავარქვი ჩვენი თქო მაინც ჩვენია დაბადებულია უდეში ერქვა ანდრია იქ დაირქვა ანთიმოზივერიელი და ყველგან ხაზს უსვამდა რომ უნდა ეთქვათ რომ ივერიელია მაშინ საქართველოს ივერია ერქვა და ეს იყო თქო ვიძახი რომ იყო აღორძინების ეპოქის მსგავსი მოღვაწე როგორც ლეონარდო დავინჩი და სხვაები რომელსაც აი ხელოვნების ბევრ სხვადასხვა სფეროში შეეძლოთ მოღვაწეობა. ქსოვაც შეეძლო თურმე და ამას გარდა ყველაფერს ემატება ის, რომ როდესაც ის გახდა სრულად რუმინეთის პატრიარქი, მან შემოიღო საოცარი წესები, რა თვალსაზრისით ნახეთ, მან დაადგინა, რომ თუ ადამიანი გარდაიცვალა და არ ყავს დამკრძალავი, ის აუცილებლად ეკლესიამ უნდა დაკრძალოს, თუ გოგო ახალგაზრდა თხოვდება და არ აქვს ბზითები ეკლესიამ უნდა ბზითები გაუმზადოს თუ ადამიანი ჩამოვიდა და არ აქვს ღამე დასარჩენი ბუხარესტში და უნდა ლოცვა იქ უნდა დარჩეს და ასე შემდეგ. დაუსრულებლად შეგვიძლია კი საუბარი ჩვენ გადაცემა მის 8 წელზე საუბარს კი ძალიან დიდი მადლობა თქვენ ღმერთის მადლობა მომბრძანებისთვის მადლობა დიდი საქმისთვის შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შაულტაშვილი და პროფესორი ქალბატონი მანა ანასაშვილი. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. ყველას მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ნახვამდის.